Так, მოკლედ მეგობრებო, ეს ის მანქანა არის უკანა ჩვენ გავლისეთ ფაქტიურად, ამოვაშენეთ, ასე რომ ვთქვათ. როგორც ხედავთ, აქ სხვაობა აქვს ფერში, გინდა თუ არა დამაძალეს ნაჭერში შევღებოთო, ნუ ნაჭერში შევღებით არ გამოგვიდა. მერე მოიწონდა ჩვენი ნამუშევარი, გადაწყვიტეს ეს კარებიც, ეს კრილო შეეღებათ. რა თქმა უნდა, კაპოტზე ხა ვაცლიან სულ ყველაფერს, იმიტომ ძველი თავის ლაკი ამომწვარი, ამოფიტული ლაკია, რომელიც არაფრის საშუალება აღარ აქვს ზედი იმუშაო. ზედაც რა დაასხა და კენჭისგან და ყველაფრისგან მერე ამოიყრება ანალოგიურად ესე იყო აი ამ სტოიკაზე, რაც ჩვენ გავასუფთავეთ და ბოლომდე გადავედით. ფაქტიურად ჩვენ აქ შევღებეთ უკანა ეს კარი, კრილო, წინა უკანა ბამპერი, უკანა ბაგაჟნიკი, ესაც რა თქმა უნდა. და აქეთ აგერც არ ვეხებით ჩვენ, რა ვიცი, ფინანსებიდან გამომდინარე, როგორც ხდება ხოლმე, ხედავთ კაპოტს, იქეთ აკრილოს, ისევ რა თქმა უნდა, ძღოლისხარე კარებს, ანუ მარჯვენა კარებს, და შეიძლება ლაპარაკი, რომელიც არ უნდა გადასულიყავი ამ კრილოზე, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, უკვე ზედმეტი კიდე ხარჯი ემატება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, ჩვენი მომხმარებელი ნაწყენი არ დარჩეს, აქედან ჩვენ საჩუქართ გავუკეთებთ და გადმოვავთ, მერე ხოც ანუ გადასვლას გავაკეთებთ, რომ ესეთი გარმონივით სხვაობა არ ქონდეს, თითქოს მეზობლის კარები აყენია, როგორც მეზობლის კარები აყენია, ესე რომ ვთქვათ. ხო და აქედან მხარეს ანალოგიურად ზემოთ მომიწევს ასვლა, როდესაც ფერი დავამთხვე და დაჭდეს და რაც შეეხება კაპოტს ვასუფთავებთ რა. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვარ, დანარჩენს კიდე ეტაპობით გადავიღებ, განახებთ საბოლოო შედეგს. მოკლედ ესე გავასუფთავეთ კაპოტი, იმიტომ აზრი არ ქონდა ამის ბაკლას. ნაკენჭრებში იყო ფაქტიურად. ლაკით ატეხილი იყო, ნუ მოკლედ ეგრე გავასუფთავეთ, აქ ქონდა ძველი დანარტყამი და დაზიანებული გამოვასწორეთ, აქაც დავმოვასწორეთ, ხა ეს ყველაფერი დაიგრუნდება თავის წინა კაპოტთან ერთად. მერე უკვე ჩამოშკურყავ სულ ყველაფერს და ღუმელში შევაგდებ, რა თქმა უნდა, გადავიღებ, განახებ. ამის კი თუ აღარაფერს არ გადავიღებ, ფაქტიურად განახებ, თუ აი კაპოტი გასუფთავდა კინამდე, იმიტომ არანაირი დეფექტი არ ქონდა უბრალოდ. ნაკენჭრები ქონდა, ატეხილები ქონდა ლაკის, რომელიც სასურველი იყო, გასუფთავებული იყო, ეგრეც კი გავაკეთე, გავასუფთავე. ეს გვერდები დამუშავდა ესე, ისეთით დაზიანებები რაც ქონდა, მოკლედ ესე გავასუფთავე და დაიგონდება ჩვენი ფიტონია მოკლედ. მოკლედ მეგობრებო, შეიღება კაპოტი, ნუ რა თქმა უნდა, იქიდან მხარეს გადასვლა ჭირდებოდა კრილოსთან, ფერი დამჯდარი იყო, მაგრამ ბიუჯეტიდან გამომდინარე ესე გადაწყვიტა ფლობელმა შევღება, ეგრე შევღებეთ, ამ კრილოზე გადმოვედით, ამ კარებზე და ეს კარები, რომელიც შევღებეთ, ისევ გადასვლა გავაკეთეთ, ფერიდან გამომდინარე, ფერი დამჯდარი იყო, ანუ ფერი თუ არ მოსული აქამდე, აი ესე გადასვლა გაკეთებული, რომ იმისკეთ არ გამოჩენილი იყო, ნუ ფერი მაქსიმალურად დამჯდარი იყო, თუმცა ესეთი ფერია რომ გახედავ, აქედან სიმუქეს აქეთ უტყავს, რომ გახედავ იქეთ სიმუქეს აქეთ უტყავს რა, ანუ ეს მუქი ფერია, მოთამაშე ფერია რო იტყვიან რა ესეთი რა და გადასვლები ჭირდება. და აქაც გადასვლა გავაკეთებ, რომ დამჯდარი იყო ფერი მაქსიმალურად რა. მოკლედ აი ესე მოვჭო ჩვენი ფიტონია, იმედი ახლა იქეთ აგორც არ შეგვაღებინებენ, იქეთაც დეფექტები აქვს მოკლედ მანქანას, აქეთ გასმოლები აქვს მოკლედ, აი აქეთ გასმოლი როგორც ჩანს, აი ესეთი პრობლემა აქვს, აი გასმოლი აქვს, აი შენაღებია. თან ფერი ისევ არ აზრის, აი ესე ჭრელაა, აი რამდენად ჩანს, ანუ ეს კარი ღია, მუქია, ეს კარები ღია, მოკლედ, რაც შეეხება აქეთ კრილოსთანაც, ანალოგიურად, ანუ ნაჭერ აქვს შეღებილი რატომღაც. არ ვიცი, ნუ ეს ახლა ეხება ზოგადად ფლობელის ბიუჯეტს რა. სადამდე გაწდა ალბათ ისე გააკეთა, ყველას გიყვარს მანქანა, იქიდან გამომდინარე არ უნდა შემეღება ეს კარები. მაგრამ ჩემგან საჩუქარი გავუკეთე, ამიც არ შემიცვლიდა ის 50 გრამი და 100 გრამის აღებავი, გადასვლა გავაკეთე, რომ ეს გვერდი მაინც ერთფერში ყოფილიყო. ფაქტიურად წინა ცხვირიდან უკანა საბარგულამდე ფერი არის იდეალურად, აი ამასაც გავხსნათ რომ ნახოთ, მოკლედ, ესაც ხო ჩვენი შეღებილია, ჩვენი გალესილი კარები, მოკლედ აი ესეთი მდგომარეობა, მოკლედ ეს შეიღება. დაჟეს კოძეც ეტყობა კიდევაც საღებავით არა ვარ გადასული. ანუ იქეთ ამხარე თავის ქართულ ზომებში დაждდება როგორც იყო მანამდე. მოკლედ ესე დავასრულეთ მეგობრებო, ეს ფიტი. და წავა თავის ფლობელთან მოკლედ. კიმწმინდა გასაკეთებელი ამაზეც და პოლირება აქვს გასაკეთებელი. კრიშა რაც შეეხება, კრიშა დამწვარია, პოლირება არ მგონი აიტანოს, იმიტომ რომ ლაქს რესურსი არა აქვს. ნუ ეს უკვე ბიუჯეტური თემაა როგორც წერა.
მადლობა ვინც უყურებთ ჩემ YouTube ხარს, გამოიწერეთ, დაალაიქეთ, თუმის რამე და გაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ, რომელიც არის მითითებული მაგ. მოგვიწერეთ, მადლობა.